დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი არის დამოუკიდებელი თავისუფალი მედიის არსებობა, იმისათვის, რომ სრულფასოვნად ხდებოდეს ყველა იმ ინფორმაციის, პრობლემის, წუხილის, სხვა ყველა საკითხის მიტანა საზოგადოებამდე, რომლებიც ამ მომენტში არის აქტუალური, რომელიც ხალხს აწუხებს და რომელიც კრიტიკული არის მათი ყოველდღიური საქმიანობისა თუ ცხოვრებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტი ამ შემთხვევაში, მთავარი ხერხემალი არის თავისუფლების, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ირღვევა სხვა უფლებები, როგორც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, სხვადასხვა უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას თავის თავზე უწევს ამ ყველაფრის აღება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის იყოს ძალიან დაცული. თუ კი ეს უფლება იქნება შეზღუდული, მაშინ ყველა სხვა უფლება ავტომატურად იმ რეჟიმში გადადის, როცა საფრთხეები კიდევ უფრო მეტად იქნება ადამიანისთვის გაორმაგებული, გაათმაგებული. ამიტომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ამ შემთხვევაში არის არა მარტო მნიშვნელოვანი ჟურნალისტებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის, არამედ ადამიანისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანის თავისუფლების მოდარაჯეები არიან. თავისუფალი მედიის მნიშვნელობა არის კრიტიკული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს არის მათი ხმა, მათი პრობლემების თანაზიარი და მათი საყრდენი, როდესაც მათ სჭირდებათ, რომ ვიღაცა მათი იმ საკითხების გადაწყვეტაში თუ არ აქვს მნიშვნელობა პრობლემის თუ ნებისმიერი საკითხის, თუნდაც სრულად ინფორმირებაში ეხმარებოდეს და გვერდით ეგულებოდეს სივრცეს, სადაც მას შეუძლია უბრალოდ მივიდეს, გააჟღეროს თავისი პრობლემა და ზუსტად იცის, რომ მას მოусმენენ და მის სათქმელს მიიტანენ ადრესატამდე. თუ თავისუფალ მედიასთან ახლოს არის საზოგადოება, ეს არის სარკე, ჟურნალისტები და მედია ამ შემთხვევაში ირეკლავენ იმ პრობლემებს და ხედავენ ყველაზე კარგად იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და გინდა არ გინდა და ამ შემთხვევაში თავისუფალ მედიას სწორედ ეს უნდა საუბრობენ ხალხის მაგივრად, ხალხის პრობლემებზე და თავისთავად ეძებენ ანგარიშვალდებულების არხებს, ხო? თხოვენ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებს, რომ მათ მოახდინონ რეაგირება და ამ შემთხვევაში მედია არის ერთგვარი ინტერესის დამცველი საზოგადოების. იმ შემთხვევაში თუ მედია იქნება გაჩუმებული, თავისუფალი მედია იქნება გაჩუმებული, აი მთელ ამ სივრცეს დაიკავებს ხელოვნურად შექმნილი ამბები, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ აინტერესებდეს საზოგადოებას და ამ შემთხვევაში ყოველთვის იზრდება პოლარიზაციაც და მედიაც თუ ხალხს დაშორდა, მედიას თუ არ ეკნა შეხება მუდმივი ხალხთან, ეს დააზიანებს მთლიანად, ასე ვთქვათ, მთელ სახელმწიფოს დააზიანებს და მთელ ინსტიტუციასაც დააზიანებს. მედიის თავისუფლების მდგომარეობას სამწუხაროდ ჩემზე უკეთესად აფასებს უკვე ის საერთაშორისო რეიტინგები, სადაც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ვარდნა და ეს რა თქმა უნდა გამოძახილი არის იმ კრიტიკული პრობლემებისა, რომელიც დამოუკიდებელი მედიის წინაშე დგას, თუმცა მიუხედავად ამისა მე რასაც ვუყურებ ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ რასაც ვუყურებთ საზოგადოება არის ნათელი, რომ დამოუკიდებელი მედია ცდილობს იყოს საზოგადოების გვერდით, ასახავდეს მათ პრობლემებს და მე ჯერა სხვაგვარად უბრალოდ ვერ იქნება, რომ დამოუკიდებელი მედია გაუძლებს ყველა წნეხს, ყველა პრობლემას, ის იყო, არის და იქნება აუცილებლად მომავალშიც. ყველაზე დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ტელევიზიას, რაც ყოველთვის ჰქონდა, ეს იყო ფინანსები, ვინაიდან დამოუკიდებელი მედია არ ფინანსდებოდა ხალხისგან და ეს არის გასაკეთებელი პირველ რიგში, რომ ხალხმა დაინახოს, რომ მათი გაღებული ფული თუ დაიქმნებოდეს სწორედ მედია
ბიზნესი ნაკლებად არის დაინტერესებული და ყოველთვის მიბმული არის უფრო ხელისუფლებაზე და აი ამ ჭიდილში იკარგება ის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული ხმა, რომლის მიწვდენად საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე ფიზიკური უსაფრთხოება, რაც გამოწვევა არის ჟურნალისტებისთვის, პროფესიის დისკრიმინაცია, რომელიც წლებია კამპანიურად მიდის. ამ პირობებში არის ძალიან დიდ გამბედაობა თავისთავად ჟურნალისტობა და აკეთო და აკრიტიკო ის, ვისაც ძალაუფლება აქვს ამ შემთხვევაში. არამედ შექმნა ხარისხიანი პროდუქტი. ასევე სხვადასხვა სარჩელები ცილისწამების მოტივით თუ ეხლა სამწუხაროდ ჩვენ უკვე ვუყურებთ რომ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ხდება ჟურნალისტების და მათი წყაროების დაშინების მიზნით, რა თქმა უნდა, რომ მომავალში ვეღარავინ გაბედოს იმ პრობლემებზე ღიად საუბარი, იმ კორუფციულ სქემებზე თუ სხვა დანაშაულებზე, რომლებშიც შესაძლოა მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათთან დაკავშირებული პირები იყვნენ, ხო? ჩართული. ასევე ჩვენ გვყავს უკვე დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტი, რომელსაც რა თქმა უნდა სოლიდარობას ვუცხადებთ და მზია ამაღლობელი არის სახე იმ მდგომარეობისა, რაშიც არის ქართული მედია, ხო, იმ სამართლობისა, რომელშიც და იმ ყოველგვარი განმკითხაობისა, რის ფონზეც ქართულ ჟურნალისტებს უწევთ საქმიანობა. ყველა წინაპირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ ეს მედია საშუალებები გაქრენ, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ და ეს არის ალბათ შოკის მომგვრელი მათთვისაც, ვინც ფიქრობდა, რომ უბრალოდ უნდა გამქრალიყო ეს მედია. მაგრამ მაინც საზოგადოების ჩართულობა მცირედი, მაგრამ ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მედია დავიცვათ, იმისთვის, რომ მერე მედიამ ჩვენ დაგვიცვას. ერთი რაღაცა ესეთი ძალიან ესეთი პოსტერი იყო, აი რო წავიკითხე, შემძრა, რომ ჯერ ჟურნალისტი მოკლესო და მე რა მოხდა უკვე აღარავინ აღარ ვიცითო, იმიტომ რომ ამბის მომყოლიც აღარ არის. პრაქტიკაში, იდეაში ერთი შეხედვით ძალიან მარტივი არის, ხო? როდესაც აი საუბრობთ რაღაცა სტანდარტებზე, იქ შეიძლება უამრავმა საერთაშორისო ექსპერტმა გასცეს რეკომენდაცია და ასე შემდეგ, თუმცა მანამ სანამ ამას პრაქტიკაში გადატანას დავიწყებთ, მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილზე პოლიტიკური ნება იყოს იმისა, რომ ხელისუფლება ჩაეხსნა საერთოდ მისი ინტერესი აღარ იკითხებოდეს მედიის მიმართულებით, უბრალოდ ხელისუფლებამ საშუალება მისცეს მედიას, რომ იმუშაოს და იარსებოს დამოუკიდებლად. მედიის დამოუკიდებლობა პრაქტიკაში ნამდვილად არ გაუმჯობესდება მეტი რეგულაციით. ეს ცალსახად. ჩვენ როცა რეგულაციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება რაღაც პროცედურულ რეგულაციებზე ვისაუბროთ, მაგრამ შინაარსში ჩარევა პირდაპირ კლავს მედიის თავისუფლებას. აქ ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით ჟურნალისტს, რომ შენ არ ეძებო სიმართლე. თუ კი შინაარსის რეგულირებაზე გადავდივართ რა, იმიტომ რომ ეხლა ზედაპირზე არაფერი არ ჩანს, ხო, საჭიროა კითხვა დაისვას, კომენტარი, რასაც მიიღებ, გაუშვა. ანუ ამ წნეხში ჟურნალისტის მოქცევა არაფრით არ შეიძლება და უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოც, რომელიც აკონტროლებს აი ამ მედიის ფუნქციონირებას. ფინანსურად, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფიზიკურად ხო უნდა იყვნენ დაცულები ჟურნალისტები. ძალიან დიდი გამოწვევებია დღესდღეობით. ამ დიდი გამოწვევების უკან დგას დიდი ონლაინ კომპანიები, არსებობს ხელოვნური ინტელექტი, მაგალითად, არსებობს რეგულირების სხვადასხვა მექანიზმები, რომელზეც ევროკავშირს აქვს ნაფიქრი და შეიმუშავეს მედიის თავისუფლების ევროპული მედიის თავისუფლების აქტი, რომელიც არეგულირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე
მედიის თავისუფლებას, იცავს მედიის თავისუფლებას პოლიტიკოსების, ხელისუფლების და სხვადასხვა ჯგუფების ჩარევისგან. სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავს და აი ეს მექანიზმი და ის ინსტიტუციურად რო იყოს დაცული, აი ამას უზრუნველყოფს. იმიტომ რომ მედიის თავისუფლება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, როგორი მთავრობა მოვა. ხო და როგორი მინისტრი იქნება, ან როგორი ხელისუფალი იქნება, ის უნდა იყოს სტრუქტურულად ისე ფუნქციონირებდეს, რომ იყოს დაცული და სწორედ აი ამას უზრუნველყოფს ევროპული მედიის თავისუფლების აქტი. საქართველოში რა ხდება? საქართველოში თუ შევადარებთ ევროპულ კანონმდებლობას და ქართულ კანონმდებლობას, იმდენად აცთენილი არის ევროპის მედიის თავისუფლების აქტს, ის ბოლო ცვლილებები, რომლებიც შევიდა, რომ ეს ეწინააღმდეგება არა მარტო კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულებასაც და ჩვენ რაღაც ეტაპზე, როდესაც იმედია დადგება დღის წესრიგში ისევ ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ერის გაცხადებული სურვილი, საჭირო იქნება ეს ჰარმონიზაცია და საჭირო იქნება რიგი ცვლილებები იმისთვის, რომ თუ ჩვენი მედია გვინდა რომ აქ დაცული იყოს, მაშინ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია გვჭირდება. თუ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გვინდა ვიყოთ, მაშინ ბუნებრივია რომ ჩვენი მედიაც უნდა იყოს დაცული და უნდა ვაკმაყოფილებდეთ აი ამ კრიტერიუმებს. ამ კუთხით ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს დღეს და ევროკავშირისკენ ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ამ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, რაც ისევ და ისევ გულისხმობს იმას, რომ აი ჩავიხედოთ ამ ევროპული მედიის თავისუფლების აქტში და ვნახოთ, როგორ იცავენ იქ მედიის თავისუფლებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის თავისუფლების მთავარი ინდიკატორი არის მისდამი-ნდობა. რამდენადაც ენდობა მაყურებელი მედიას, იმდენად ათმაგად უფრო ძლიერი არის ის როგორც საკუთარ საქმიანობაში, ისე ნებისმიერ პრობლემასთან შეჯახებაში, ხო? როდესაც იცი, რომ და რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი არის ობიექტურობის და ბალანსის პრინციპის დაცვა, ხო? როდესაც ჟურნალისტური პროდუქტი იქმნება ხალხის ინტერესებისთვის და ის დაცლილი არის ყველა გარეშე პირის, თქვათ, ინტერესის გატარებისგან თუ რაღაცა სხვა პოლიტიკის შემოტანისგან, გარედან ვეგულისხმობ არა იმ პოლიტიკას იმ თვალსაზრისით არა პრობლემაზე საუბარს, რა თქმა უნდა. ვეგულისხმობ მართველი ძალების ჩართულობას და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გავლენას მედიაზე. ხო, როდესაც ეს ყველაფერი დაცლილი არის და ჟურნალისტური პროდუქტი იქმნება საზოგადოებისთვის და მის პრობლემებს ასახავს, რა თქმა უნდა, ნდობა არის გაათმაგებული და სანდომედია არის საყრდენი დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, რა თქმა უნდა.